ეხლა ტელეფონი აიღეთ და დადეთ იქ. ბატონო მოსამართლე. ტელეფონი აიღეთ და დადეთ იქ სანამ მოგხოვეთ რომ გახსნათ. ეჭვი რომ მოწმეს მის გვერდით მჯდომი პროკურორი პასუხებს SMS შეტყობინებებით კარგახობდა ადვოკატ ირაკლი ჩომახაშვილს გაუჩნდა. რადგან დაკითხვის დროს შინაგან საქმეთა სამინისტროს გამომძიებელი გამუდმებით ტელეფონში იყურებოდა. პროკურორის მსგავსად ადვოკატის მოთხოვნას ტელეფონები ადგილზევე შეემოწმებინათ, არც მოწმედათ ახმდა და ეს სურვილი არც მოსამართლემ დააკმაყოფილა, რასაც ბრალდებულების და დამსწრეპირების უკმაყოფილება მოჰყვა. არა დღეში კიდე მე ვარ ადრეში ერთმანეთს ერთ ტელეფონზე და კიდე მე ვარ ადრეში. ბატონო სამართლე მოწმეს სარგებლობდა ტელეფონი დადოს იქ ისე სარგებლობდა. შეინახეთ ბატონო დავით ტელეფონი და შეკითხავს უპასუხო. ანუ ბატონო არა მე ამაზე არ ვარ თანახმა ტელეფონი რომელთაც სარგებლობდა მოწმის დაკითხვის დროს მანახოს. დაასრულა და დააბრუნა ტელეფონი. ბატონო სამართლე ანუ არ გაინტერესებთ მოწმე ვისთან კონტაქტობდა გამოკითხვის დროს? დაასრულეთ. კითხებს ხო გცემდა ბატონო ირაკლი პასუხს. და საიდან გცემდა არ გაინტერესებთ? შეურაცხყოფას მაყენებ. უკვე შეურაცხყოფას მაყენებ, ამდენი ხანია გისმენთ რა. დაასრულეთ საუბარი და ამ შვიდი ძალიან ხო და შენი შეურაცხყოფის ნაწილი არავის არ აინტერესებს ამ დარბაზში. ვერ გავიქნა უკვე რამდენი განმარტება გავაკეთე სხდომის დროს წესრიგის შენარჩუნებასთან დაკავშირებით. ბოლო გაფრთხილებას ვაცხადებ აი ამ შემთხვევაში მსგავ დაცვის მხარისგან იქნება თუ დარბაზიდან იქნება რაიმე კომენტარი გაკეთებული და ხელი შემეშლება მოსმენაზე, სასამართლო იცოდეთ რომ ავტომატურად ხურავს სასამართლოს სხდომის დარბაზს. არ ვიცი ეხლა ეს ადამიანი სიმართლეს ამბობს თუ არ ამბობს. მე შემიძლია ვილაპარაკო ფაქტით, როდესაც ბატონი ვაჟა და ბატონი დავითი სინქრონში დღეს ალბათ ერთი 5-ჯერ 6-ჯერ სინქრონში აიღეს ტელეფონი და მე რანაირად უნდა დამრჩეს ობიექტურობის მესმის ადრე თქვენ რასაც ამაზე ალაპარაკი თორე მე ვერ ვერ მივიღებ ზუსტ პასუხს ვისე კონტაქტებოდა ის ადამიანი არ ვიცი მაგრამ განცდა არის ესეთი მოწმევის დაკითხვასაც ბრალდებულების ეს რეაქცია მოყვა შინაგან საქმეთა სამინისტროს გამომძიებელი დავით ქიტიაშვილია. ის არის ერთ-ერთი, ვინც 11 დემონსტრანტის საქმეზე ვიდეო მტკიცებულებები შეაგროვა, დაათვალიერა აღწერა და ოქმები შეადგინა. სადავო სწორედ ეს ოქმებია. მაგალითად წერს, რომ ბრალდებულმა ლუკა ჯაბუამ მძიმე საგანი პოლიციის მისამართით ისროლა. თუმცა კადრებში დღეს ვერც პოლიცია აღმოაჩინა და იმის აღიარებაც მოუწია, რომ ნასროლის საქმის სიმძიმე თავად დაასკვნა. აი კითხვის პასუხი არ მივიღია სამართალდამცავების მიმართულებით რო ისვრის, აი საიდან დაადგინეთ თქო. აი მაჩვენეთ სამართალდამცავები სად არიან და რა მიმართულებით გამოვიდა ლუკა ჯაბუას მხრიდან აი ეს ობიექტი. ნახეთ, მოდ აქედან დავიწყოთ. აღნიშნული ვიდეო გამოყენებული მაქვს როგორც თქვენ ახლა საიტაც მიყვავს ხო, საუბარი. გამოყენებულია დადგენილებაში, ხო? დადგენილების არსი რა არის იქ მოყვანილი ფაბულა, რომ ექსპერტისთვის მეტად უფრო გასაგები იყოს, როცა მასიურად დგას ხალხი, ხო? ერთსამი დავასრულებ ძალიან. არა, ბატონ დავით. ძალიან ხო დამასრულებინეთ. ბატონ მოსამართლე. ეს არ გამოვა და ამისვათ მე არ დამასრულებინოთ. არა, დაასრულეთ. ეს არ გამოვა. ბატონ დავით, დაასრულეთ ქალტორს უთენ. ჩვენ ამ ვიდეო ჩანაწერს ხო გამოვიკლებთ? კი. და თქვენ რაზეც ახლა აპელირებთ ამას ხო? ამოწმეს ვეღარ დავკითხოთ მეორე. კი, არა, ეს მესმის, მაგრამ საბოჯამში ძალიან მარტივი ხო არის ბატონ მოსამართლე პასუხი. და გვიპასუხოს, ანუ არ უნდა ზედმეტი ახსნათ, როდესაც დავზოგავ კოლეგებისთვის, ძალიან მარტივად ვითხოვ პასუხს. აი, ამ ვიდეოში მე მართლა ვერ ვხედავ და ობიექტურობისთვის მეც მაინტერესებს ბატონ დავით, საიდან ჩანს რომ ეს ობიექტი მიემართება სამართალდამცავებისკენ. გასცეს პასუხი, ხო დაწერეთ ბატონო დავით, თქვენ რომ პოლიციელების მიმართ ისროლა. საჩანს კაცში რომ უკაცრავად ჯაბუა ქვა ისროლა თუ მაგარი საგანი ისროლა პოლიციელების მიმართ. ელემენტარულია და დაგვანახეთ. დაასრულეთ ერთი წუთი. თქვენ აშკარად აქტიური ხართ და ესე იგი მიკერძოებული ხართ ბრალდების მხარის მიმართ და ესე არ შეიძლება ნამდვილად. ეგ თქვენი შეფასება. მოწმებას განაცხადა რომ საზოგადოების მაღალი ინტერესია ამ საქმეზე. ჩემი აზრით და მე მგონი მართალი ვარ ამაში რომ საზოგადოების მაღალი ინტერესი იქნება ორ შემთხვევაში საქმეზე როცა ყავს განსაკუთრებული მძიმე დანაშაულის ჩამდენი ადამიანების საბრალდებო სკამზე ანუ როცა ყავს უდანაშაულო ადამიანები ახლა თქვენ თვითონ გამოირკვია ჩვენი ბიოგრაფია რა გვიკეთებია ვინ ვართ სად ვართ რა მოგვიპარავს რამე ცხოვრებაში ვინმე გვიცემია თუ რა გვიკეთებია ეს ყველაფერი გამოიძიეთ და მე მიიღეთ დასკვნა მე თვითონაც მაგ ვიდეო ნანახი და მან არსად არ ჩანს რომ
გიორგი ტერიშვილი პოლიციის მისამართით ისვრის რამეს. იმიტომ რომ პოლიცია საერთოდ მე მაქვს ნახი და ზუსტად ჩანს რომ გიორგი ტერიშვილი რაც საქმეში ვიდეოში არ იწევს რაღაცერის მე მაქვს საქმეში არა საქმეში დაწევს მაგას გულისხმობ და დათვალიერებული რაც გაქვთ ეი ამ შემთხვევაში მაგას ვამბობ ზუსტად რომ საერთოდ საინტერესო არ არის იმიტომ რომ საქმესთან რაც არის დართული იქიდან გამომდინარე უნდა ვილაპარაკოთ და იქიდან გამომდინარე უნდა იქ საქმიდან გამომდინარე საუბრობ მეც და პასუხისმგებელი ვარ ჩემ ჩატარებულ საგამოძიებო მოქმედებაზე. ეს არის ბოლო მოწმე, ვისი გადაღებაც მედიამ დღევანდელ სხდომაზე შეძლო. დარბაზიდან მოსმენელი რეპლიკის გამო მოსამართლე ნინო გალუსტაშვილმა სხდომა სრულად დახურა. გააძევა დამსწრეებიც და მედიაც აკრძალა გადაღება. სასამართლო იღებს გადაწყვეტილებას, არა დღევანდელ სხდომას დავხურავ. დღევანდელ სხდომას დავხურავ. ამიტომ დარბაზში მყოფირებს ვთხოვ დატოვოთ სასამართლო სხდომის დარბაზი. სხდომის დახურვის შესახებ მიღებული გადაწყვეტილება ძალაში მომავალი სხდომიდან სავარაუდოდ აღარ იქნება. თუმცა დარბაზიდან გაძევებულები მოსამართლემ დღესვე გააფრთხილა, რომ შემდეგი სანქცია უფრო მძიმე იქნება და სხდომებს სამუდამოდ განაჩენის გამოცხადებამდე დახურავს. რა თქმა უნდა ადამიანები ვართ და რაღაცა რეაქცია ყველას აქვს ხან გაგეცინება ხან რაღაცა პროტესტის შეგრძნება გექნება საერთი სული აქვს ხოლმე მოკლედ რომ რაღაცა მიზეზი მიეცეთ რომ დახურონ პროცესი და ამიტომ დახურეს კვლავ ეს პროცესი. მოწმების დაკითხვა დახურულ კარს მიღმა მხოლოდ მხარეთა მონაწილეობით გაგრძელდა. მოსამართლემ დარბაზში აღარც დამკვირვებლები დატოვა, რომლებიც აღნიშნავენ, რომ პროკურატურის და სასამართლოს ამ რეზონანსული საქმის განხილვა ფორსირებულად მიჰყავთ. და ცდილობენ ნებისმიერ ფორმატში მაქსიმალურად სწრაფად დაასრულონ. ამ გეგმის უკან პოლიტიკურ ინტერესს ხედავენ. წინასწარი 9 თვიანი პატიმრობის ვადის ამოწურვის შემდეგ ბრალდებულები ციხის გარეთ არ აღმოჩნდნენ. მიმდინარე სასამართლო დავები ბუნებრივია იმ ხარისხს ვერ უზრუნველყოფს რაც არის საჭირო ესეთი საქმეებისთვის თუმცა გასაგებია ბოლო პერიოდში რა სურს სასამართლოს ასევე პროკურატურას დააჩქარეს მაქსიმალურად პროცესები იმიტომ რომ 9 თვიანი ვადა გადის დაახლოებით აგვისტო-სექტემბერში პოლიტიკური პატიმრების და 9 თვის შემდეგ უკვე კანონით წინასწარ პატიმრობაში ეს ადამიანები ვეღარ იქნებიან მათ უნდა დატოვონ გამოშვები სავარაუდოდ გამოშვება არ უნდა სხდომის დახურვამდე პოლიტიკურ პროცესებს გამოეხმაურა სხდომათა დარბაზიდან ბრალდებული რეზო კიკნაძე. ის პოლიტიკური პარტიები გააკრიტიკა, რომლებიც მუნიციპალურ არჩევნებში მონაწილეობის მიღებაზე ფიქრობენ. სიტყვა კი ქალი აქტივისტების სოლიდარობით დაასრულა. ზუსტად იგივე ფრაზით, რის გამოც ისინი ადმინისტრაციულ პატიმრობაში აღმოჩნდნენ. რაღაცას თუ მომიშჩით, იმაზე 12 დღე დამემატოთ, რადგან ძიის რუსეთის დამპალი იმპერია. დავასრულეთ.